Fire Sonic's პირველი დონის მოტოციკლი და Fire Sonic's 1 მილიონი დონის მოტოციკლამდე Fire Sonic's ძალიან დაბალი დონის მოტოციკლი აქვს და მან წააგო რბოლა Fire Sonic-თან. ამიტომ მოგვიწევს ჩვენი Fire Sonic's მოტოციკლის დონის ამაღლება ყველაზე მაღალ დონემდე. შევძლებთ კი ცეცხლის რბოლის მოგებას და მსოფლიოს გადარჩენას. წავედით! რა თქმა უნდა, კარგი. ყველას მოგესალმებით ცეცხლოვანი მოტოციკლების საოცარ რბოლაში. ეს რბოლა, რომელიც მე მოვატყვე, როგორც ხედავთ, $1 და ყველას ჰქონდათ დრო რომ გეპოვათ ცეცხლის ზურმუხტები და თქვენი ცეცხლოვანი მოტოციკლების დონე აგეყვანათ ყველაზე მაღალ დონემდე. ამიტომ ეხლა ყველა წარმოადგენთ თქვენი ამ დონის მოტოციკლებს და რბოლა დაიწყება. დიახ! Sonic de Fuego. და მე მაფშინ Sonic-ის ცეცხლოვანი მოტოციკლი 999,000 დონის ყველაფერი ჩემი ლეგენდარული ცეცხლოვანი ზურმუხტის წყალობით. მე Shadow ასევე მოვიპოვე 100,000 დონის ცეცხლოვანი მოტოციკლი. ასევე დიდი ძალის ცეცხლოვანი ზურმუხტის წყალობით. ჯონ აკლსი, მე მაქვს 10,000 დონის სუპერ ცეცხლოვანი მოტოციკლი. ჩემი ზურმუხტი უწყვეტად აფხოს ცეცხლს. მე ეიმი მაქვს 100 დონის მაგარი ცეცხლოვანი მოტოციკლი. რას ფიქრობთ ამაზე? საკმაოდ კარგია სიმართლე რა ვთქვა, ჩემი ზურმუხტი კარგია. მე Elsi, მე მაქვს 100,000 დონის მოტოციკლი. ეს არ არის ყველაზე საუკეთესო. ჩემი ცეცხლოვანი ზურმუხტი მხოლოდ 100,000 დონისაა, მაგრამ არც ისე ცუდია. მე ლეონი, გავაკეთე ეს მოტოციკლი ჩემი დიდი კუმირის Sonic-ის პატივსაცემად. ეს არის 10,000 დონის ცეცხლოვანი მოტოციკლი. შემეძლო ყველაზე საბაზისო ცეცხლოვანი ზურმუხტის პოვნა. და მე ვნახოთ როგორ ახსნა ეს. მაგრამ ჩემი Fire Sonic-ის მოტოციკლი მხოლოდ 1000 დონისა. და ის ზურმუხტი რაც მაქვს, არც კი არის ნამდვილი ზურმუხტი. უბრალოდ ცეცხლის ფერად შევგებე რომ მენახა რამეს თუ შევძლებდი. ამიტომ არ მქონდა დრო უკეთესი მოტოციკლის მოსაპოვებლად და ამით მომიწელს შეჯიბრება. აქამდე მერე ნახვამდის, რადგან თქვენი ცხოვრება არ მაინტერესებს. დრო არ ბოლო დავიწყოთ და რბოლა იწყება. 3, 2, 1, წავედით! დიახ, აიქ! ის არის ვინც ამ რბოლას მოიგებს. ყველა ნახავთ, აბსოლუტურად ყველას გაგასწრებთ. და იცით რას გავაკეთებ $1,000,000 პრიზით. მოიხმარმათ ბევრი ცეცხლქვევის საყიზლად და დავწაო მთელ მსოფლიოს. ანუ არავინ გადარჩება. ეს თქვენი ყველას დასასრულია. ჰეი, ერთი წუთით. ნუ ფიქრობ, რომ ამ რბოლაში ჩემს გარეშე შეძლებ მონაწილეობას. ვწადე, რაც შეიძლება დიდი ცეცხლის ძალა მომეპოვებინა და ჩემი ფორმა და ჩემი მოტოციკლი ამას ამტკიცებს. ისინი 100,000 დონისაა. როგორც ჩანს, მე მაქვს ყველაზე მაღალი დონის მოტოციკლი, ასე რომ მე მოგიგებ. დაწყევლილო Fire Sonic, ვერ დაწოვ ჩვენს სამყაროს. ამას არ დაგანებებ, რადგან მე ვარ Shadow, ზღარბი. ერთი წუთით, მე კიდევ მონაწილეობ Fire Knuckles. და შეხედე, რა მაგარი ცეცხლოვანი მოტოციკლი მაქვს. საკმაოდ სწრაფია, ხო? შეიძლება მხოლოდ მე 10,000 დონის იყოს. მაგრამ მისი ტურბოს ცეცხლი საოცარია. და ამის წყალობით კარგად გაგილაცუნებთ. მოვიგებ ამ პრიზს და ასე არც არაფერი და არც არავარავინ დაიწვება. ჰეი, ნუ დამირისყებთ. მე მივარ მაქვს სუპერ ცეცხლოვანი მოტოციკლი 1000 დონის. მართალია ისეთი მაგარი დონისაა, როგორც Fire Sonic-ისი, მაგრამ არ დავნერდები. შაკუჩებით დავამარცხებ და ასე არ მიცემ საშუალებას, რომ მსოფლიო დათვას. $1,000,000 ჩემი იქნება, რომ Sonic-ი ვახშამზე დაპატიჟო იმდენჯერ, ამდენჯერად შეზრებ და ასე მოვხიბლო. დიახ! და ერთი წამით მეც მოვდივარ. მე ვარ დიდი Fire Tails-ი. და ჩემი სუპერ მოტოციკლი 100 დონისაა და ძალიან შორს მივა. ყველას გაფრთხილებთ. კიდევაც შემიძლია ბაიკზე ბორბალზე ვიარო. დიახ, აშკარად ჩანს, რომ 100 დონის ვარ. გულს მოვიგებ, რომ შევძვა მისი ინვესტირება ჩემს გამოგონებებში, რომლებიც ხალხს დაეხმარება. მაგრამ რა თქმა უნდა, შეგვიძლია დაუშვათ, რომ Fire Sonic-მა მოიგოს, ასე რომ ყველაფერს უდებ. და ისიც რომ მეც მონაწილეობ.
ვეცდები საუკეთესო შედეგი ვაჩვენო ჩემი დიდი კუმირის სონიკისთვის. ეს მეათე დონის მოტოციკლეტი მის პატივსაცემად მაქვს. ასე რომ წავედით, ვეცდები რაც შეიძლება სწრაფი ვიყო და თუ ამ ფულს მოვიგებ, მინიმუმ ნახევარ სონიკს მივცემ, რომელიც ჩემი დიდი კუმირია. მინდა რომ მას ყავდეს შესანიშნავი მოტოციკლეტი და დიდი ცეცხლის ძალა. ასე რომ ყველაფერს ვდებ, ღმერთო ჩემო, ძალიან უკან დავჭი. გერ კიდევ არ დავიწყე. მაგრამ წავედით მოტოციკლეტო. აჩქარდი. ეს არის ცეცხლის ძალა. პირველი დონის თამაშია. უი, საშინელება. წამო, ასე ვერ დავნებლები. მომწონს. კარგი, სულ უფრო სწრაფად. ასე ჩანს რომ ცოტათი შეუძლება აჩქარებას. ასე რომ მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ პირველი დონის მოტოციკლეტი მაქვს, არც ერთ მომენტში არ დავნებდები. ყველაფერს გავაკეთებ. და რასაც მივახცევ, იქნება ამრბოლის მოგება და ყველას ვინც წინ დამიდგება. შეიძლება ჩემი მოტოციკლეტი საუკეთესო არ იყოს, მაგრამ მე არ დავნებდები. მე გადავარჩენ სამყაროს იმ სულელური ცეცხლის შინ სონიკისგან. და მერე, კარგი. წინ ყველა, დაბრუნდით ფინიშის ხაზთან, რადგან გამარჯვებული ყავს. ნუ მეუბნები ამას. ეხლა ჩემი მოტოციკლეტი ცოტა უფრო სწრაფად დაიწყო მუშაობა. როგორც ჩანს, ფინიშის ხაზთან უნდა მივიდე. მხოლოდ იმედი მაქვს, რომ ცეცხლოვანმა შინ სონიკმა არ მოიგო. მოდი, ბოლოს ასაკ მოვედი. მხოლოდ იმედი მაქვს, რომ არ მოუგია. არა, ეს საერთოდ არ მომწონს, როგორც ჩანს. რა მოხდა აქ? შენ ბოლოს გამარჯვებული გყავს. კარგი თუ არა ცეცხლოვანი შინ სონიკი? სამყარო, რა საოცრება! არ იფიქრებ სონიკ, ვერ დაუშვებ რომ თავისი გაიტანოს. მე გიწევ ბოლაში, ერთ-ერთზე, ფულისთვის. მართლა? ის წარუმატებელი, ვინც ბოლო ადგილზე გავიდა პირველი დონის ცეცხლოვანი მოტოციკლით. იცი რას გეტყვი? მომწონს ეგ. ვთანხმდები, მაგრამ ერთი პირობით. ეს იქნება სასიკვდილო რბოლა. ვინც წააგებს, მოკვდება. ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. სიკვდილი არ მეშინია. ასე რომ ხვალ შევხლებით. აქ, ამავე დროს. ღმერთო ჩემო, ეხლა რა გავაკეთე? როგორ უნდა მოვიგო რბოლა ამ პირველი დონის მოტოციკლით? ანუ, შეუძლებელია რამე გავაკეთო. სრულიად დაბნეული ვარ და მოიცა სონიკ. ასე მალე ნუ დანებდები. ჩვენზე შეგიძლია დაიგროდნო. დიახ, ყველას შეგძრა იმან რაც გააკეთე. და გვინდა რბოლაში მხარი დაგიჭიროთ. ყველაფერს გავაკეთეთ რომ დაიმარჯო. დაგეხმარებით ჩვენი დონის ზურმუხტების მოპოვებაში. და ასე შეძლებ შური იძიო ჩვენთვის, რადგან მე მესამეზე დავჭი ასე ახლოს. და მე მეორე ადგილზე დავჭი. მაგრამ ეხლა მთავარი ისაა, რომ გადავარჩინოთ მსოფლიო. ბიჭებო, მე გულით მადლობას გიხდით. ამას გავაკეთებ. რა სიტყვით თუ ჩემს მეათე დონის ცეცხლის ზურმუხტს გამოიყენებ შენი მოტოს გასაუმჯობესებლად და მერე დანარჩენებთან წახვალ, რომ მათაც დაგეხმაროთ. რა შესანიშნავი იდეა. მოდი ასე მოვიქცეთ. აი ჩემი პირველი დონის მოტო, მეათე დონის ცეცხლის ზურმუხტით. მიდი, შეიწოვე მთელი მიმისი ძალა და ძალიან გააუმჯობესე. მიდი, სწრაფად დაიწყეთ. ეხლა მხოლოდ 20 წამი გაქვს, რომ დაალაიქო. არხი გამოიწერო და ჩართო ზარი, რომ გააუმჯობესო. Firesonic-ის მოტო. ასევე თუ კომენტარებში დაწერთ სიტყვას Firesonic-ი, შეგიძლია მიიღოთ ცეცხლოვანი მოტო, როგორც მას აქვს. ასე რომ მე შენს ადგილას ვიჩქარებდი, დრო იწურება. არა. ვაუ, რა სიგიჟეა. ის შტანთქავს ცეცხლის ზურმუხტის მთელ დალას, დიახ. ვაუ, რა ევოლუცია. და ერთი წუთით მეც მივიღე ჩემი Firesonic-ის ფორმა. ეხლა ნამდვილად მზად ვარ. ეს უკვე საინტერესო ხდება. ასე რომ Tails გაამზადე ნებისმიერი ტესტი. მე მივიღებ 100 დონის ცეცხლის ზურმუხტს. დიახ. და აი აქ ვარ. კარგი. რა ჯანდაბა ეს ტრასა რაც მოამზადე. ჩემო ძირფასო Firesonic. ეს ტრასა უნდა გაიარო თუ გინდა 100 დონის ცეცხლის ზურმუხტი. ეს არის ტრასა რამდენიმე ნაწილით, რომელიც გამოცდას ჩაგიტარებს მართვაში. შენს კონტროლს და მოტოციკლეტთან ულარს. ძალიან რთული იქნება შენთვის, მაგრამ არ ინევიულო. თუ ჩავარდები, კიდევ ერთიც დაგექნება, მაგრამ თუ ძალიან დიდ ხანს დარჩივდება, ზურმუხტი გაქრება. როგორ, ანუ ზურმუხტი გაქრება, მაშინ დროს ვერ დავკარგავ. კარგი, აქედან ავალ, ასე მომწონს. და ეხლა ერთი თუთით. კარგი, აქ შემიძლია მოვიდე. არა, უი, ეს თითქმის მომხდა, მაგრამ შევძელი და ავიცილე. და რა ჯანდაბაა? ეგ მორი ხომ არ იყო გაჩალიჩებული? ეხლა აქედან უნდა დავიწყო, იმ მორიდან, რომელიც გაჩალიჩებული არ არის. ფრთხილად და ვული დაბკოლებას. კარგი, ეხლა აქ შევალ და აქედან გავაგზელებ. მხოლოდ ერთხელ დავარდი და ბევრი დრო არ დამიკარგავს.
გონი ეხლა აქ შევძლებ შესვლას. ან არა, ეს უფრო რთული იქნება ვიდრე ჩანს, ჯანდაბა. წავედით, აი აქ ვარ. ეხლა ფრთხილად უნდა ვიხო და შემდეგზე გადავხდე. ჰოჰო, კარგად გამომდის და ეხლა შემდეგზე. აი აქ ვარ. კარგი. ეს მამოძრავებს, მაგრამ ხო, გადავედი. რთულად ჩანდა, მაგრამ შევძელი. და ეხლა როგორ მივალ იქამდე მოტოციკლით? მით უმეტეს, როცა ეს ბურთი ტრიალებს. მგონი ცოტა გაქანება უნდა ავიღო. ვიცდი, სანამ ბურთი ჩამოვა ზუსტად ეხლა და გავდივარ. არა, ჯანდაბა. კარგია რომ რამდენიმეც დამაქვს, რადგან ამ მე-10 დონის მოტოციკლით ღმერთო, მოიცადე. შემიძლია? არა. ეხლა არა, ეს ნამდვილად არა. წავედით, უნდა ვიჩქარო, თორემ ზურმუხტი დაიკარგება. ვაუ, ამან მართლა ამაჩქარა, მაგრამ აქ ვარ, შევძელი. და ეხლა აქედან უნდა გავაგრძელო. ეს როგორც ჩანს, სრუსაფეხური არ არის. ეხლა ფრთხილად უნდა ვიყო. შეიძლება ყალბი ატაკი იყოს. ეხლა მეთო ჩემო. ის მორი დამანგრევს, დარწმუნებული ვარ. ძალიან ახლოს ვარ მიზანთან, ასე რომ წავედით. აქ ვარ. დიახ. კარგი, ეს უფრო რთული იქნება ვიდრე მეგონა. მგონი გაქანება უნდა ავიღო. დავაჩქარებ. მე თვითონ ვარდები. წამოდი. ვერ უნდა შევწდე. ეხლა კი გაქანებით, აქ ვარ. და ეხლა ხტები. დიახ. ბოლოს გადავიარე მორი ტეილს. ასე რომ მგონი ეს ზურმუხტი ეხლა მთლიანად ჩემი იქნება. მართალია, სონიკ, მართლა ძალიან კარგად გააკეთე და იმსახურება 100 დონიანი ცეცხლის ზურმუხტს. მიდი, ის მთლიანად შენი. რა უმჯობესე შენი მოტოციკლი ამით და მიდი ემისთან. მოვდივარ ტეილს, უკვე დავამაგრე და მზადაა ევოლუციისთვის. წავედით. ღმერთო ჩემო, ეს თან თქავს ზურმუხტის მთელ ცეცხლის ძალას. რა მაგარია. ეს სიგიჟე კიდევ უფრო უმჯობესდება. აი ისიც რა სიგიჟეა. ეს ახალი ცეცხლოვანი მოტოციკლი ბევრად უფრო მომწონს. მე-100 დონისა. და ნამდვილად გამომადგება. ასე რომ პირდაპირ ემისთან მივდივარ. დიახ, და აი აქ ვარ ემი. მითხარი, რა გამოცდა მოამზადე რომ შენი მე-1000 დონის ცეცხლოვანი ზურმუხტი მომცე. გამარჯობა სონიკ, მე რომ მეკითხებოდეს სიამოვნებით მოგცემდი, მაგრამ უნდა დაამტკიცო რომ ის რისი ხარ, თორემ იმ გადამყედრ ბოლოს ვერ მოიგე. ამ დიდ ტრასას უნდა დაუნკლავდე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიარო. დააბლოვე ყველა ბეკედი, რაც ტრასაზეა. თითოეული ბეკედი შენს მოტოციკლებს მცირე გაუმჯობესებას მოუტანს, ასე რომ კარგად გამოიყენე ისინი და აბსოლუტურად ყველა აირე. ეს ერთადერთი გზა რომ გაუმჯობესო შენი ცეცხლოვანი მოტოციკლები. სუპერ, მაშინ გავივლი ამ ეტაპს და მოვიპოვები მე-1000 დონის ზურმუხტს. წავედით, ცეცხლოვანი მოტოციკლეტი მე-100 დონეზე. ყველას ვაჩვენებთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ხო? კარგი, მგონი პირველი რგოლი საუკეთესო არისო, მაგრამ მეორე აუცილებლად უკეთესად ავიღებ, ხო? კარგი, ნელ-ნელა ვიწყებ იმის გაგებას, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელო. და ეხლა კიდევ ერთი რგოლი, ხო? კედლებსაც კი ვიხენებ. საკმაოდ კარგად გამომდის. შემდეგი რგოლი. ვაუ! როგორც ჩანს, პატარა ტურბოს მაძლევენ. ასე რომ შემიძლია ვისწავლო ჩემი შემდეგი მოტოციკლის მაღალი სიჩქარეების მართვა. ხო, კარგი. ჯერჯერობით შესანიშნავად გამონდის. ეს ტრასა ასეთი რთული არ არის. და ეს კარგი გამოცდაა შეჯიბრისთვის წყეულ ცეცხლის შინ სონიკთან. თუ ვინმეს შეუძლია სამყაროს გადარჩენა, აშკარაა რომ ეს მე ვარ, ფაიერ სონიკი. ასე რომ, თელ ძალას დავდებ. შემდეგი რგოლი, მარტივად გავდივარ, ხო? მოვდივარ აქეთ და ამ მხარეს მივდივარ. აბსოლუტურად ვერავინ მაჩერებს. კიდევ ერთი რგოლი. ეს გამითუნდა, მაგრამ წავედით, ეს აღმართი არ უნდა გამიჭირდეს. ეს მოტოციკლი ბევრად უკეთესია ვიდრე წინაები. ხო, ასე უნდა. აქ კარგი მოხვევა და ეს რგოლიც ჩემი გახდა. კარგი, ძალიან კარგად გამომდის. არც ერთი რგოლი არ დამჩენია. სტაბილურ სიჩქარეზე მივდივარ, ხო? ძალიან მალე დავამთავრებ ამ ტრასას და ასე გავაუმჯობესებ ჩემს საოცარ ცეცხლის მოტოციკლს. ხო, რა სიგიჟეა. ძალიან მარტივად გავდივარ მთელ ტრასას. მიუხედავად იმისა, რომ ის რგოლი ისე კარგად არ გამომივიდა როგორც ველოდი, მაგრამ არ აუშავს. არ დავნებდები არც ერთ წამს, ხო? იმ რგოლმა სიჩქარე მომიმატა და ახლა უბრალოდ წინ უნდა გავაგრძელო. ასე რომ, წავედით.
ამ მოსახვევს საუკეთესოდ შევხვევ. ხო, შიგნით, მაგარია. და ეხლა უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელო. წავედით. ეს დაღმართი. და ეხლა ეს რგოლი. ვაუ, ძალიან დიდი სიჩქარე მომცა, მაგრამ შემიძლია გამოასწორო. სიტუაცია ჰაერს აი ესეთი კარგი ვარ ეხლა მოტოციკლით. პატარა ნახტომი, კიდევ ერთი და როგორც ჩანს, აი მივაღწიე საბოლოო როლი, ხო? მივაღწიე! რას ფიქრობ ამაზე, ეიმი? ვარ თუ არა ღირსი მე-1000 დონის ცეცხლოვანი ზურმუხტის. რა თქმა უნდა, სონიკ, ასეთი ბეჭედი არ დადიგარგავს. ასე რომ, მე-1000 დონის ცეცხლოვანი ზურმუხტი კლიანად შემია. გამოიყენე მისი დავა და მიდი ნახე ნაგლზე. რა თქმა უნდა, ცეცხლოვანი მოტოციკლი სრულად მზადა. დროა ავიყვანო მე-1000 დონემდე. დიახ, ის შთანთქავს მთელ ცეცხლის ძალას და უფრო სწრაფი და მოქნილი ხდება. რა სიგიჟეა. აი ისიც რა ნამდვილი საოცრება. ამ მე-1000 დონის ცეცხლოვანი მოტოციკლით დიდ საქმეებს შევძლებ. ასე რომ, მადლობა ყველაფრისთვის, ეიმი. ეხლა დროა ნაკლზი ვნახო. დიახ. და ბოლოს აქ ვარ. რა ჯანდაბა ეს გამოცდა ნაკლზი? და სათხარ, ვერ გხედავ ახლოს. ეს იმიტომ რომ ახლოს არ ვარ, სონიკი. თუ გინდა ჩემი ცეცხლის ზურმუხტი 10000 დონის ზვირი დაგიჯდება, რადგან მოგიწევს დამამარცხო მოტოციკლეტებების ბრძოლაში პლატფორმაზე, რომელიც ზღვაზეა და თანაც ძალიან შორს. მოგიწევს ეს მეგა საბოლოო რამპა გამოიყენო, რომ კარგი ნახტომი გააკეთო. და ასე შეძლებ გადახტე და ჩემამდე მოხვიდე. კარგი, და ეს საკმაოდ საშიშაჭრეს. მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, ეს მე ვარ. ამ 1000-იანი დონის მოტოციკლით და ამ აჩქარებლებით ჰაერში შევძლებ მათი გამოყენებას, რომ დავრჩე და გავახანგრძლივო ჩემი ფრენა. ასე რომ მივდივარ მეგა საბოლოო რამპა. მზად იყოს ყველა. Fire Sonic-ი, მოდის ჩვენთან ერთად. მთელი ძალით. კარგი, ვირებ უფრო და უფრო მეც სიჩქარეს. და ეს სიჩქარის გაუმჯობესებებიც მეხმარება. კარგი, კირგი, ეს მაძლევს უფრო მეც ისტრაფეს. ეს ტურბო საოცარია. და მივდივარ, დიახ. კარგი. ეხლა ტურბოს გამოყენება მომიწეს, რომ ჰაერში რაც შეიძლება დიდხანს დავჭე. გარდა ამისა, თუ სწორად გავაკეთებ, შემიძლია ვიფრინო მოტოციკლის ფრთების გამოყენებით. ზუსტად ასე, დიახ. კარგი. მოტოციკლი და ფრთები ამ პოზიციაში უნდა შევინარჩუნო. უკვე ვხედავ პლატფორმას, სადაც ნაკლზი დგას. ასე რომ, უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელო. არა, კონტროლი დავკარგე. არ უნდა დავარდე ქვემოთ. მიდი, დიახ, ტურბოთი შევძელი, გამოსწორება. და ასე, მგონი სწორად ვაკეთებ, სულ მცირე, საკმარისად კარგად, რომ მივიდე მასთან. მიდი. მგონია, რომ ცოტა არასწორად ვდგავარ, არ მყოფნის, ცოტა მეტი ტურბო უნდა ჩავრთო, ზუსტად ასე. კარგი, მგონი გამომდის, სულ ცოტა დარჩა და უკვე პლატფორმასთან ვარ. დიახ, ასე ვიყენებ ტურბოს. და ნახე ეს ნაკლს, აქ ვარ. დიდი ფრენის შემდეგ მზად ვარ რომ დაგამარცხო. მიდი, სადაც წყალში ჩამაგდო და დამამარცხო. ეს მოტოციკლების ბრძოლა. რა თქმა უნდა, აი მოვდივარ, მოიცადე, საწავით. ჩემს უკან იყვნენ ეს რთული მოტოციკლების ბრძოლა იქნება, მაგრამ მე მოვიგებ. მიიღე ეს დარტყმა, ხო? როგორ მოგეწონა ნაკლს, რთული იყო ასატანი. რადგან ჯერ კიდევ მეტი შემიძლია, მიდი. კარგი, მომიწევს ყველაფერი გავაკეთო, რომ წყალში ჩავაგდო. იქნებ თუ ნაპირთან მივა. აი აქ არის, ეხლა ვტრიალდები. ძალიან კარგად მართავს მოტოციკლებს. მგონი მომიწევს მეც ვცადო რამე. რაიმე ხრიკი რომ მე ჩავაგდო წყალში, ფრთხილად. აი თითქმის ჩავარდა. მგონი ნაპირები მისი სუსტი წერტილია. თუ შევძლებ ნაპირთან მივიყვანო, ნახე, აი, ვარდება. მაპატიე ნაკლს, მაგრამ ვერ შემეწინააღმდეგე და შენი მოტოციკლეტი წყალში ჩავარდა. ასე რომ ეს ცეცხლოვანი ზურმუხტი ჩემია. ღმერთო ჩემო, ძალიან კარგად იმოძრავე და ვერ მოვასწარი შენ საყოლას. თილოცავ სონიკ, ზურმუხტი შენია. გამოიყენე მისი ძალა და მიდი შადოუსთან. ეს ზუსტად ისაა, რაც თურდა მომესმინა. ასე რომ, წინ, ცეცხლოვანი მოტოციკლეტო, 10000 დონის. დროა მოვიპო. ვერთო ჩემო, როგორ შთანთქავს ზურმუხტის მთელ ძალას. ცეცხლი საოცარია, რა სიგიჟეა. და აი ისიც რა საოცრებაა. ჩემი ახალი ცეცხლოვანი მოტოციკლი 10000 დონის.
შეუდარებელია. ასე რომ მასთან ერთად მივდივარ. მოემზადე შედოუ. გაჩვენებ რისი გაკეთება შემიძლია ნამდვილი ცეცხლოვანი მოტოციკლით. და ბოლოს, აქ ვარ. ვნახოთ რა გამოცდა მოამზადა შედოუმ. ეს მოტოციკლი საბოლოო ტრასას გავს. და ასია სონიკ, თუ გინდა ჩემი 100,000 დონის ცეცხლოვანი ზურმუხტი, ზვირი დაგიჯდება. რადგან მოგიწევს ამ საბოლოო მოტოციკლის ტრასას ერთ მცდელობაში გაუნკლავდე. აქ არ არის დაცემა, აქ არ არის მეორე შანსი. თუ ჩემამდე მოხვდები, შეგეძლება შენი ცეცხლოვანი მოტოციკლის განვითარება 100,000-მდე დონეზე და მზად იქნები რბოლისთვის. კარგი, როგორც ჩანს, სხვა გზა არ მაქვს. ასე რომ, მივდივარ. ერთს გავაკეთებ. ჩემი ცეცხლოვანი მოტოციკლით წყალს დავძლევ, რომელიც ჩემს შიგნით არსებულ ცეცხლს ვერ ჩააქრობს. დიახ, და ამ ტრასას პირველივე ცდაზე გავივლი. ნახავ. შადოუ, ვაუ, უკვე მოვდივარ. პირველი დაბრკოლება ავიცილე. მაქვს ცეცხლოვანი მოტოციკლი 10,000 დონის. ასე რომ არ დავნებდები, პირდაპირ გავაგრძელებ და მოიცადე ფრთხილად. ერნაგვის ტომრები უნდა გავტეხო. თუ არა და ძალიან გამიჭირდება გავლა. ნახოთ შემდეგ. აი ესეა, ეხლა ფრთხილად წისქვილთან, ზუსტად დროზე. კარგი, შესანიშნავად გამომდის. ეხლა ის მიმართულება უნდა ავიღო, სადაც ისრები მიგვითითებენ და ასე დაოსრულებ წრეს. აქ პატარა ნახტომი, ხო? ახლა აქ, კარგი, მოტრიალება რომ წრეს გავყვე. აქ უნდა ჩავიდე, ფრთხილად, რომ წყალში არ ჩავარდე, თორემ სამუდამოდ დავკარგავ ჩვენს მოტოციკლს. წავედით. ეხლა აქედან გავივი. ასე რტრიალდები და აქ ვაჩქარებ. ის წისქვილი ვერ შემაჩერებს, არა. და ნაგვის ტომარაც ვერ შემაჩერებს. ეხლა ამ რამპაზე ავალ და წავედით. უნდა გავაგრძელოთ ინსვლა. კარგი, კიდევ ცოტა. ასე უნდა გავაკეთო. და ეხლა ამ ხრიდან ავდივარ. წავედით. ვაუ! საფრთხის შეგრძნება გარდაუვალია. ეს ძალიან რთული ტრასა არის და თუ ჩამოვარდები, სრულიად დავიღუპები, ასე რომ უკეთესია ყველაფერი სწორად გავაკეთო. იქიდან მოვდივარ, საიდანაც საჭიროა, ეხლა აქედან გავაგრძელებ და ზუსტად საჭირო მომენტს დაველოდები, რომ შევძურე. შესანიშნავია, გამომივიდა. აქ კარგი მოხვევა სრიალით. აქედან შევდივარ, იდეალურად და დროა აქ ავიდე. ვაუ, ფრთხილად, თუ წყალში ჩავარდი, დავიღუპები. წავედით ცეცხლოვანო მოტო, ასე უნდა. აქედან მარტივად გავივლი და ყველა საჭირო რამპაზე ავალ. ზუსტად ასე. აქ კარგად მოვბრუნდები და აქ ავალ. შესანიშნავია. როგორც ჩანს, ეს ამ უცნაური ასვლის ბოლო რამპა. წავედით. აქედან მარტივად გავაგრძელებ გზას. და აქედანაც რა თქმა უნდა ასევე. ეხლა დროა ყველა დაბრკოლება ავიცილო. ზუსტად ასე, ამას დაუნდობლად გავანადგურებ და წინ გავაგრძელებ. წავედით, ასე კეთდება საქმე. აქედან გავაგრძელებ იდეალურად, ყველაფერს ვანადგურებ გზაზე. და აქედან გადავხტები. კარგი, ეს რაღაცა ლაბირინთს გავს. ფრთხილად, თუ მაგას შევეჯახები, ყველაფერი აფეთქდება. მგონი აქედან უნდა გავაგრძელო, უტრიალებ. ზუსტად საჭირო მომენტებში. იქნებ გასასვლელია. შეიძლება გასასვლელი აქ იყოს. ამ სულელური უზარმაზარი ბოთლით დაფარული. ხო, ასე უნდა. ეხლა როგორ გონია, თუ აქედან შევჭრი, ეხლა ამ ხის მორს ავწდები, აქედანაც გავძვრები და იქიდანაც. ბურთი გარეთ და მივდივართ ერთ-ერთ ბოლო დაღმართზე. თუმცა უნდა შევანელო. ეხლა კი ფრთხილად უნდა გავაგრძელო აქეთ, რომ მორი არ მომხვდეს. ან ზემოდან გადაუვარო. იქამდე რომ გადავხტე, ხო, შადოუ. შეხედე ამას, შევძელი, მაგრამ გილოცავ სონიკ, ძალიან ვამაყობ შენით. ბოლოს 100,000-იანი დონის ზურმუხტი, მთლიანად შენია. მადლობა, შადოუ. დადგა დრო, რომ ჩემი ცეცხლოვანი მოტოციკლი 100,000-იან დონემდე გავაუმჯობესო. ასე რომ, წავედით. რომერთო ჩემო, საოცარია, ეს ცეცხლის ძალა. არასდროს მინახავს ასეთი რამ. რა გასაოცარი გაუმჯობესება. და ისიც რა სიგიჟეა. ბოლოს და ბოლოს ეხლა მაქვს საკმარისად ძლიერი ცეცხლოვანი მოტოციკლი. მადლობა ყველაფრისთვის. შადოუ. დროა შინ სონიკი დავამარცხოთ და გადავარჩინოთ მსოფლიო. დიახ, და ბოლოს. აქ ვარ, მზად ვარ საბოლოო რბოლისთვის, ჩემს 100,000-იანი დონის ზურმუხტთან ერთად. დიახ, მაშინ წინ, დროა დავიწყოთ რბოლა. მოემზადე.
გადაგშლის. მართალია, შენი მოტოციკლი უფრო მაღალი დონისაა ვიდრე ჩემი, მაგრამ არ დავნებდები არანაირ შემთხვევაში. ასე რომ, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დაიწყოს რბოლა. 3, 2, 1 დაიწყოს სასიკვდილო რბოლა. აი მივდივარ. რომ ჩემს ცეცხლის მოტოციკლს მოუგო, ეს სასიკვდილო რბოლა აშკარად ერთ დამარცხებულს ეყოლება. და თუ ეს არ იქნები შენ, ფაიერსონიკი, $1,000,000 მთლიანად ჩემი იქნება და დავიწყებ სამყაროს დაწვას ამ ყველაფრით. მაგრამ ხო, ვნახოთ, შეძლებს თუ არა შენი სულელი მხოლოდ 100,000 დონის მოტოციკლი. ამას ცეცხლის ტურბო. ხო, მე მოვიგებ რბოლას. განდაბა უკვე გამისტრო, ბევრად ადრე გავიდა ვიდრე მე, ეს სერიოზული პრობლემაა. რა ჯანდაბა, ტრასიდან ვგდები, რატო ხდება ეს? ვერ ვაკონტროლებ სწორად ჩემს ცეცხლის მოტოციკლს, რა უბედურებაა? არა, ვერ უბრუნდები ტრასაზე. მეგონა რომ 100,000 დონის მოტოციკლით შევძლებდი ამას, მაგრამ მოდი, მიდი. დაუბრუნდი. ისევ გავედი ტრასიდან, მოდი. აქ ვარ, მაგრამ ჯანდაბა, ხოლოდ ფინიშის ხაზთან დაუბრუნდი. შეუძლებლად ჩანს, რომ დავეციო მას და ერთი წუთით მისი ცეცხლის ზურმუხტი აქ დარჩა. და რადგან ვიცი, რომ უკვე ყველა ზურმუხტი გამოვიყენე, თუ ამას ჩემს მოტოციკლეთს დავამატებ, მგონი იდეა მაქვს. დიახ, ეს კარგად გამოვა. ჩემი 100,000 დონის მოტოციკლეთი თითქმის მილიონიანი ზურმუხტით. ასე შევძლებ ჩემი მოტოციკლეთის $1,000,000-მდე განახლებას. ასე რომ, წინ ცეცხლის მოტოციკლეტო, $1,000,000 დონის. მეც შენთან ერთად ვარ. დიახ, ღმერთო ჩემო, ეს შევძელი. ეს არის ნამდვილი საბოლოო ცეცხლის მოტოციკლეტი $1,000,000 დონის. ყველგან ცეცხლს აფქვევს, რა საოცრებაა. ამ ცეცხლის მოტოციკლეტით სრულიად დაუმარცხებელი ვიქნები. შეხედე ამას, შინსონიკ, ეხლა ბევრად უფრო სწრაფი ვარ ვიდრე შენ, ჩემი ცეცხლის მოტოციკლეტის წყალობით. ასე რომ წავედით, ჩემი $1,000,000 დონის ცეცხლის მოტოციკლეტი დაგეწევა და გაგასწრებს. და სწორედ შენ წააგებ ამ სასიკვდილო რბოლას. წავედით, ეხლა ამ მომენტი, ცეცხლოვანი ტურბო! ღმერთო ჩემო, ცეცხლზე უფრო სწრაფად მივდივარ. დიახ, აქ ვარ, კარგი. დრიფტი და ტურბო ზუსტად საჭირო მომენტში გამოგენებით შემიძლია გაგასწრო. წავედით, ეხლა ხან გაგასწარი, თუმცა ძალიან ახლოს მომყვება, არ შემიძლია დაუშვა შეცდომა. უნდა გავაგზელო პირდაპირ, თუმცა ის არ ნებდება. ჯანდაბა, გაჩვენებ ვინ არის აქ უფროსი. ჯანდაბა! სონიკ, ასე მართავენ ნამდვილ ცეცხლის მოტოციკლს. ნახე ეს, ერთი მოხვევა ერთ მხარეს, ერთი მოხვევა მეორე მხარეს და უნარი, რომელსაც შენ ვერას დროს მიაღწევ. მკვეთრი მოსახვევები, ფართო მოსახვევები და საბოლოოდ ბევრად უფრო სწრაფად და უკეთესად ვიდრე შენ. წავედით, ამ მოსახვევს ავიღებ. ვერ ვახერხებ მის ჩამოტოვებას. მისი მოტოციკლი ისევ 999,000 დონისაა და ეს საოცარია. ეხლა დროა. უნდა ვეძებო პატარა სწორი მონაკვეთები დასაჩქარებლად. ასე შევეცდები ჩამოვიტოვო. წავედით, აქ პატარა დრეიპი და აქ კიდევ ერთი. კარგი, ძალიან ახლოს მომყვება. და რა თქმა უნდა, რადგან მისი მოტოციკლი ცეცხლოვანია, ჩემი ცეცხლი მასზე არ მოქმედებს. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თუ ვინმე იდეალურად მართავს ცეცხლის მოტოციკლს, ეს მე ვარ. ზადიყავი, საბოლოო ცეცხლოვანი ტურბო, უკვე ვტოვებ უკან. დარბოლის, გამარჯვებული მე ვარ. ეხლა კი შინსონიკ, მგონია რომ შენ და მე რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ, რადგან რბოლა სიცოცხლის პასად იყო, ხომ ასეა? არა, შეცდომაში ხარ. ეს ჩვეულებრივი რბოლა იყო და ფულს ყოფდით. გახსოვს? ახლა ნახევარი შენთვის და ნახევარი ჩემთვის. სადიდა, შენი ტყუილების სხვას მოუყევი. მე ვარ ცეცხლოვანი სონიკი და ეს სასიკვდილო რბოლა მე მოვიგე. ასე რომ ეს შენი დასასრულია ცეცხლის სუნთქვა. დიახ, ჩემ შეტევებს ვერ გაუძლებ. შენი მოტოციკლი მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლია, უკვე დაიწვა. და შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, ვაუ, მაგრამ შენი მოტოციკლი აქედან მიდის. და შენ, რომელიც ცეცხლის ხარ, მგონი შენთვის საუკეთესო იქნება, რომ იქ ქვემოთ აბანო მიიღო.
დიახ, ეხლა ცეცხლოვანი ეგმან მომცემ ჩემს ფულს. რა თქმა უნდა, სონიკ, ფული მთლიანად შენია, მაგრამ არაფერი დამიშავო, ძალიან ძლიერი ხარ. აი ესე მომწონს, გადარჩი ეგმან, მე წავიღებ მთელ ფულს. აი ესე მომწონს, $1 მილიონ წავიღებ. დიახ, და არა, ეს ჩემთვის არ იქნება, ეს მათთვის იქნება, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. რადგან სამყარო უსაფრთხოდ იქნება, სანამ მე დავიცავ მას ჩემი საოცარი ძალით. ცეცხლოვანი სონიკის მილიონი დონის მოტოციკლი. ასე რომ, უკეთესია ბოროტმოქმედებმა მოემზადონ, რადგან ახლა მე ვარ ცეცხლოვანი სონიკი და მაქვს საუკეთესო მილიონი დონის მოტოციკლი. დიახ.